რამდენი ხანია რეაქციები არ გადამიღია და ძალიან მომენატრა და სხვათა შორის შევხვდები ხოლმე ძალიან ხშირად მეკითხებიან აბა რეაქციებს რატო აღარ იღებ ხო და აგეც მომა მოვიდი თუ ეს ვიდეო 5000 ლაიქს აიღებს ეგრევე მეორე ვერსიას ჩავწერ რეაქციების მოსულა ასე უნდა მოხდეს ავტომობილი რომელიც ძალიან ბევრს მოწონს, მაგრამ ძალიან ცოტას ხავს. ამ ვიდეოში ვისაუბროთ ალფა რომეო ჯულიას ვიზუალური ნაწილების ფასებზე. ვიდეოსთვის რამაზის ალფა რომეო ჩამივარდა. ალფა რომეო ჯულია. ავიდან არა მომდის. ძალიან მინდა ეს მანქანა და მოკლედ რაც ეს მანქანა ჩამივარდა გონებაში იმ დღე და ღამე არც. ედას გეფიცებით. YouTube-ზე ხო აბსოლუტურად ყველა რევიუ ნანახი მაქვს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მე მგონი რომ ძალიან უახლოეს მომავალში იცოდით რომ ამ მანქანას ვიყიდი და რავი თქვენ როგორ დამიწერთ აუცილებლად კომენტარებში მომიხდებათ თუ არა ეს მანქანა სტილურად რა ხო ხვდებით. ხათა შორის ნიკო ძალიან სადო და კარგი ბიჭი არის. იცას მანქანა ყავდა რაღაცა გაკეთება, შმაკეთება, რა ყველაფერი შეგიძლიათ მოკლედ ამ ბიჭს დაუკავშირდეთ და მართლა გულახდილად გუწფელი კარგი ადამიანი არის. ცხოვრება ვოცნებობდი და ავიხდინე, მაინც ვიყიდე კამერიანი ტელეფონი ნახე რა გადაღება. კიცმამ რაპორტში დაითრია და ძალიან დაგტროლა. რატო გვიშებ წრებს ადემესა ჩემი აქციაზე ჩემში გორის ფესვემა გაიღვიძა. სამი მსოფლიოს ჩემპიონი ლევანიც ერთოზე გორიდანა ძმაო რატო მიშრები ძმაო ჩვენ დაიკევთ რატო ბიჭო ვაჩლი რო ეცროლა. ეროშვილი გოგო მყავდეს და პარტნიორმა გადაახტევინოს ვერ გაეკარება მეორეში ცხოვრებაში თო. აჯიკა აუჩი გეტი რეაქცია მქონდა მეც. რას დავაჭირო ხელი? კაი, Even slay. მოიცაკა ერთ მომენტს ვიდა დააკვირდეთ რა. ეს ქალბატონი ხო უკვე ემზადება გადასაღებად როგორ ნაზად მიდის და იმენა რა ჩაუსტვინა და რაღაცეები და აუ რა მაგარი კალია ჩე. ისი გადამიღე. რომ მიყდეს ვინდა კარგა. რა ხდება დღეს ბიჭო? რა უმადური ხალხი ყოფილა ეს ნეაპოლელები 33 წელი ნანახი არ ქონდათ საერთოდ აი ახლოსაც არ ყოფილა მე მგონი იმასთან რა ქვია იტალიისთან და აცი ჩავიდა და თუ კი რაიმე შესაძლებელი იყო ყველაფერი მოაგებინა მე მგონი ამ დიხმის მერე მარადონას მერე წარმოიდგინეთ რამხელა დრო გავიდა რა და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება ხო ქონდა და ტიპი ნაგავში მოისროლს არა უშავს ხიჩი არ დაიწყო გული გამიჯერე რა ტალახიდან ამოყვანილს არც ტალახი ახსოვსო და არც ამონყვანიო ასე რომ წარმატებებს გისურვებ ძმაო ჩემო. This is the day after I have just done the massive train of over 1,000 men. Number I am very proud of. ვიც არისით ამ გოგომ თუ ქალმა 24 საათში სოფლიო რეკორდი დაამყარა 1000 კაცთან დიწვა. ალბათ მამამისი ძალიან ამაყობს, დარწმუნებული არ მე მაგაში. რა ხდება ბიჭო სოფლიოში ა? ადრე სოფლიო რეკორდებს რა როგორ აყარებდნენ, იცი რაღაცა ცალთიძე აწევებით და ეხა უკვე სერიოზული competition გაიჩითა. ეხა ამის რეკორდის მოხსნელი ვინ უნდა იყოს წარმოდგენაც არ მაქვს, რომ 24 საათში ამან თუ 1000 კაც მისცა, აი მან 1000 ერთ კაც უნდა მისცეს და ამით მოიხსნება რეკორდი. ბრავო, სამყარო. აი განვითარება მესმის. აი ღირებულებები და ოჯახის ქალობა და ადამიანობა, აბა რა. Just your legs fell off. აუ ბიჭო, აუ ეს თქვენს თუ გაგეცინათ უეჭველი ჯოჯოხეთი არ აქცდებათ. აი ხად ვალიშვილის გამო გავიღვიძებთ შვიცაძე. შვიცაძე ადგები სეტატაზე გადართავ და დაждები უყურებ, გაიგე? აუ ის რა ცუდი ტიპია ბიჭო. იქანს გეუბნები თუ რა ვერ გავიგე, ჩამ რა დროს.
ეხლა არ მგონია რომ იქ პრობლემა იყოს ეხლა ამ დროში, მაგრამ იყო დრო, როდესაც ჩემს ყმაწვილ ბიჭობაში, ეს 16-17 წლის რო ვიყავი, აბსოლუტურად ყველაფერი ტეხავდა. თმათ ცოტა ისეთ ვაგიცდებოდა და რაღაც სხვანაირად გექნებოდა და არა ნანეტი. ეგრევე პიდარასტი იყავი ძმო, ავტომატურ რეჟიმში. საგიჟეთი დრო იყო მოკლედ. კარგია რომ გამოვახციეთ და რაღაცა კაცმა რომ ელემენტარული ჰიგიენის დაცვის ნორმებში ჩაჯდეს, უკვე ეობას და მსგავს რაღაცებს აღარ ნიშნავს და ძალიან მიხარია რომ ამ ხრივ განვითარდეთ. ახლა მინდა გესაუბროთ ჰოთკარდის მინუსებზე და პლუსებზე. არ მინდა ძმაო, გაიხარე, კარგად იყავი ძმაო. მადლობა ძალიან დიდი. რა, ქართველისაა ეს თან, ხო და ძალიან ლამაზია ბიჭო და არჩი მე არ ვიყურავანა თუ ეს მანქანა ჩემს გარაჟთან არ დავაყენე. ცეკვავს ბიჭო, რა მაგრად ცეკვავს. პატარა რო ვიყავი, ცეკვაზე დავდიოდი. დაახლოებით 4 წელი ვიარე და ძალიან მიყვარდა ცეკვა. ბაღში რო დავდიოდი, იყო ცეკვის გაკვეთილები რა, ცეკვას ასწავლი და ერთ-ერთი მასწავლებელი ვაჟა მასწავლებელი სხვათა შორის ანსამბლი ლიახვი იყო, ასეთი ანსამბლი და ისე მიყვარდა ცეკვა, ისევ გიждდებოდი, რომ გაკვეთილებიდან ვიპარებოდი ხოლმე და ამ დარბაზში სადაც იყო, იქ იყო ჭუჭროტანა ესეთ. და ჭუჭროტანაში ვიყურებოდი ხოლმე და იქ ადგილზე სადაც ვიყავი, იქ ვაკეთებდი ამ ილეთებს, რასაც იქ აკეთებდნენ და ვისწავლე ასე ცეკვა. ამას რომ მასწავლებლები ხედავდნენ, დედაჩემთან მივიდნენ და დედაჩემს ეუბნებიან, რომ შენი შვილი ესე და ესე აკეთებსო და მიიყვანეო, ძალიან მონდომებულია ეს ბავშვიო. და როგორც კი მივედი ამ კაცთან, ბატონ ვაჟა მასწავლებელთან და პირველივე რეპეტიციაზე მე რო იქ ილეთები გავაკეთე ამ პატარა ბიჭმა, ეს მასწავლებელი გაოგნებული მიყურებდა ეს ბავშვი საიდან იცისო ესენიო. და რამოდენიმე თვე არ იყო გასული უკვე ანსამბლში ამიყვანეს და ერთ-ერთი უძალიან მაგრესი მოცეკვავე ვიყავი სხვათა შორის და აი ასე ფეხბურთის გამო გავანიავე ჩემი ცეკვის სკილები, თორე ალბათ აი ამ ბიჭივით ამარ და რა არიცი, სადმე რესტორანში ვიქნები თუ სად ვიქნები, როგორც კი მუსიკა ირთვება ხოლმე, ეგრე აი რაღაცა აი ქართული იღვიძებს, აი მერხევა ეგრევე, აი სისხლი მევსება, ეს ვიფოფრები და ეგრევე მინდა რომ გავიდე და სადა რაღაცები იქ დავიწყო, მაგრამ აღარ მახსოვს ძმაო და აღარ არის იქ ჩემი დრო ცეკვის. ხვდები? ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძური ალბათ არის ცეკვა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, აი საოცარი ცეკვა და რა მინდოდა ბიჭო, მეკარეობაზე რატო გადახვედი რა გიცეკვაში რაღაცა გამოხვიდოდი. დღევანდელი ინტერნეტ დოზა გვეყო მეგობრებო, გავიცინეთ, არ გავიცინეთ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ თუ ეს ვიდეო 5000 ლაიქზე ავა, მე აუცილებლად მეორე ნაწილს გადავიღებ რეაქციების და ხო, გამოიწერეთ არხი 70000-ზე მინდა, მალე ავი ამ 600-ს რო ჩამოშორდე, ხო ხდებით 6 სატანის ციფრია და არ მინდა ამ 6-ზე დიდხანს გაჩერება და როგორც წარსულებზე არ ჩერდებიან, ის 600-ზე არ მინდა გაჩერება, 7-ზე გადავიდეთ. რა ვიცი, კარგად იყავით რა. მერტი თქვენკენ და ალბათ თქვენ იცით, მაგრამ